საერთაშორისო კანონმდებლობაში არ არის ერთგვაროვნად დარეგულირებული ეს საკითხი. ჩვენ არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც კრძალავს, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას არ შეიძლება ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჰქონდეს ტელევიზია. ანუ ერთის მხრივ, ან ჩვენ უნდა შევზღუდოთ საკუთრების უფლება და ვაიძულოთ კონკრეტული მფლობელები და კონკრეტული კომპანიები თავიანთი საქმიანობა არ დაარეგისტრირონ ოფშორულ კომპანიაში, თუ მათ უნდათ საქართველოში ტელევიზიის არსებობა, ან მეორე ვარიანტი არის მივიღოთ ესეთ ზომები იმისათვის, რომ ოფშორულ ზონაში არსებულ სისტემას მოვთხოვოთ ინფორმაცია. კარგი, მეორის უზრუნველყოფანაირად დავაყენოთ მაშინ საკითხს. არის თუ არა მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ ნაციონალური ტელეარხები, მაესტროს ხოჩორს კაბელური ტელევიზია და ძალიან მცირე მოცულობა აქვს, რუსთავიორი და იმედი ისევ გავიმეორებ ორი უმსხვილესი ტელეარხის სახელს. ვის ხელშია ისინი? არის თუ არა ქვეყნის მტრის ხელში და თუ ასეთი საშიშროება თეორიულად მაინც დგას, იმიტომ რომ დღეს თქვენ ვერ მისახელებთ ხომ კონკრეტულ სახელს. სახელს ან გვარს რუსთავიორის არა, პიროვნებას გულისხმობ, კომპანიის უკან ვინ დგას, არავინ არ იცის. ქალბატონო, ეს არა, უბრალოდ მოდით ერთად ჩამოვაყალიბოთ ამაზე პასუხი. მომცემთ, მე თქვენთან ერთად პასუხს ჩამოვაყალიბოთ. არა, მე კითხვას დაგისვავ და პასუხის ჩამოყალიბება უკვე თქვენი საქმეა. ანუ არ შეგიძლიათ ხომ სახელი და გვარი დაასახელოთ. თეორიულად უშვებთ თუ არა იმის შესაძლებლობას, რომ რუსთავიორი და იმედი ორი კონკრეტული ტელეკომპანია დღეს შეიძლება იყოს ისეთი პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის ხელში, რომელიც შეიძლება იყოს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი და მოახმაროს ანტიქართულ ინტერესებს ეს ტელეკომპანიები. აი ეს შეკითხვა მაქვს. თეორიულად არის დღეს დღევანდელი კანონმდებლობით ეს შესაძლებელი. ქალბატონო ეკა, თქვენ გაცდით იმ კითხვას, რომლითაც დავიწყეთ გადაცემა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არ შეეხება გამჭვირვალეობას? დავასრულებთ ნებასმომცემ. კი ბატონო. რა არის საფუძველი ამ საკანონმდებლო ინიციატივის შექმნისას? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ინფორმაცია არა მარტო იმ იურიდიული პირის დასახელების შესახებ, რომელსაც აქვს წილი ამა თუ იმ ტელეკომპანიაში. არამედ იცოდეს უშუალოდ იმ პიროვნებების სახელები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოფშორულ ზონაში, რომლის კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ არა გვაქვს უფლება საერთაშორისო ნორმებს გადავაბიჯოთ და მათი ინფორმაცია მათგან დაუკითხავად გავასაჯაროთ. ეს მომავალში ძალიან კარგი სურვილია, მაგრამ დღეს თუ გვაქვს ამის თეორიული, კი ბატონო, მაგრამ თქვენ ჩემს კითხვას არ სცემთ. მე პასუხს. დღეს თუ გვაქვს თეორიულად საზოგადოებაში აფასებს ეს ადეკვატური არის თუ არა, ბატონო, რა თქმა უნდა, უბრალოდ კი ან არა მიპასუხეთ. დღეს თუ არის თეორიული საშიშროება, იმდენად რამდენადაც როგორც თქვენ ბრძანებთ, ჩვენი კანონმდებლობა დღეს არ გვაძლევს იმის საშუალებას გავარკვიოთ, ვინ დგას ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების უკან. თეორიულად უშვებთ თუ არა იმის საშიშროებას, რომ შეიძლება ნაციონალური ტელეარხების უკან ჩვენთვის უცნობი პირები იყვნენ ანტიქართული განწყობის. ამ კითხვაზე დღევანდელი კანონმდებლობი და არა იმ პერსპექტივით, ნამდვილად დადებითი პერსპექტივით, რომელზეც დღეს ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე. ქალბატონო ეკა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭირო არის ამ სფეროში ცვლილებების შეტანა, სწორედ იმიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ეს ინფორმაცია. მე არ მინდა ახლა ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს, არა? ქალბატონო ეკა, მე არ მინდა თეორიულ შესაძლებლობებზე გავამახვილო ყურადღება, მაგრამ ძალიან კონკრეტული ფაქტი მოგიყვანეთ, როდესაც ბატონი ეროსი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ მისი მიზანი არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ეს გახლავთ პირი, რომელიც ხელისუფლება არ აცხადებს, ამას მიხეილ სააკაშვილი არ აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი არის უპირობო საუბარი არის რა გზებით ხდება. ჩვენ ხომ ეხა სხვა თემაზე ვსაუბრობთ, ეს ხომ არ არის კორექტული ხერხები. ქალბატონო, თქვენ ჩემს კითხვას არ სცემთ პასუხს. მე კითხვას გავეცი პასუხი. თეორიულად გვაქვს თუ არა? არა. მე იმედზე და რუსთავზე გელაპარაკებ. ორ ნაციონალურ ტელეარხზე. თეორიულად დღევანდელი კანონმდებლობის შესაძლებლობა იცოდეს ის უნდა გქონდეს, მაგრამ დღეს თუ აქვს თქვა ამას ქალბატონო ეკა, დღეს რომ გქონდეს ეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ ქართული კანონმდებლობით დავალრეგულიროთ ის, რაც დარეგულირებული არის საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გააკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა მოიძებნოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ერთის მხრივ საერთაშორისო სამართალთან არის შესაბამისობაში და მეორეს მხრივ გვაძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ ვიცოდეთ ყველა კომპანიის დამფუძნებლის ვინაობა. ეს არის ჩვენი ამოცანა და ვაკეთებთ ამას არა იმისთვის, რომ ვიღაცა გაგვაკრიტიკებს ამისათვის, არამედ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არის აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მედია კომპანიების წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაბამისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული საზოგადოების წინაშე და ამის პარალელურად ჩვენ ქმნით მთელი მექანიზმებს, რომელიც არის ერთის მხრივ დაფინანსების ხელის შეწყობა ამნისტიის სახით, მეორეს მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი დაფინანსების წყაროს გარანტირება, მესამეს მხრივ სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც ხდება უშუალოდ მედიის მიერ რეგულირდება. რუსთავიორს
ვერავინ ვერ უკარნახებს, ვინ უნდა რასნაირი სიუჟეტი უნდა გავიდეს და რანაირი არ უნდა გავიდეს, მაესტროს ვერავინ ვერ უკარნახებს, ეს არის თქვენი შიდა რეგულაციის განსახილველი. ჩვენი ამოცანა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ერთის მხრივ საზოგადოება მიიღოს უფრო მეტად დაბალანსებული, უფრო მეტად პროფესიული მაუწყებლობა, არ იყოს მოწოდებები, როგორც მაგალითად საკანში ხდებოდა ყოველდღე იმისა, რომ მოდით დავამხოთ ეს ხელისუფლება არჩევნები, არაფრისთვის არ არის საჭირო. მედია არაფრისთვის არ არის საჭირო. თქვენ უკვე სხვა მაესტროზე იმყოფებით და ამიტომ მგონი ცოტა გვიანია ამაზე საუბარი. რატომ არის გვიანი, როდესაც ეს არის ჩვენი ძალიან უახლოესი წარსული და ეს არ არის გამორიცხული, რომ იქნება ჩვენი მომავალი ისეთი ლიბერალურებთ ქალბატონეთში, რომ რუსთავი და იმედი არ მიგაჩნიათ, რომ დასარეგულირებელია. ისეთი ლიბერალური კანონმდებლობის პირობებში, რომელიც სამაგალითო არის ევროპის ქვეყნებისთვისაც. ქალბატონჩიო, ერთი წუთით, გაქვთ თუ არა კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, დღეს იმედი ვის ხელშია და იყო თუ არა ის თავის დროზე ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება, ან როგორ აღმოჩნდა იმ პიროვნების ხელში ვინ ხელში კითხავს იმეურებ და მეც ერთი და იქ ალბათ ვერ ვიკითხეთ თქვენ იმედზე? სწორედ იმიტომ, რომ დღეს საერთოდ სხვა შეკითხვის დასმა მინდა ქალბატონჩიო. სწორედ იმიტომ, რომ დღეს პრობლემა გახლავთ მედია საშუალებების მესაკუთრეთა შესახებ. სრულყოფილი ინფორმაცია ჩვენ ამიტომ გვინდა ეს ინიციატივა შემოგთავაზოთ. ეს ინიციატივა შევთავაზოთ ასევე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომლის ძალიან დიდი არავინ არ გედაობათ ინფორმაცია გასცეს, უბრალოდ ინფორმაცია არ არის. სულ სხვა შეკითხვა მაქვს იმედთან დაკავშირებით, უბრალოდ მაინტერესებს. იმედი არის ტელეკომპანია, რომელმაც რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ მე მაესტროზე არ გეკითხებით და მაესტროს მფლობელი არც ერთი არ გამოუცვლია. ის კონკრეტული 5 მფლობელი ყავს, რომელიც ყავდა წლების მანძილზე, ასე რომ თქვენი ინფორმაცია მცდარია. მაგრამ მართლა გამოიცვალა ზოგჯერ პოლიტიკური მართლა და მფლობელი, მე მგონი თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, სულ სხვადასხვა რამ არის. ამიტომ მოდით იმედზე ვისაუბროთ. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროთ, ან მიგაჩნდათ თუ არა აქამდე საჭიროთ, რომ ჩამოყალიბებულიყო თუნდაც საგამოძიებო დროებითი კომისია პარლამენტის ფარგლებში, რომელიც შეისწავლიდა თუ როგორ გადადიოდა ეს ტელეკომპანია ხელიდან ხელში და საბოლოოდ გაარკვევდა ვინ არის მისი კანონიერი მფლობელი. ქალბატონო ეკა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარეობს დღესაც დავა საერთაშორისო არბიტრაჟებში სამართლებრივი თვალსაზრისით საერთაშორისო კანონმდებლობაში, კერძო სამართლებრივ კანონმდებლობაში თუ კი მხარეები თანხმდებიან, რომ საერთაშორისო არბიტრაჟი იქნება საკითხის საბოლოო ინსტანცია და გადამწყვეტი, სწორედ ეს ინსტანცია არის ის საბოლოო ინსტანცია, რომელმაც უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, გაარჩიოს ვინ იყო მტყუანი და ვინ იყო მართალი კონკრეტულ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში პარლამენტის მხრიდან რაიმე სახით ჩარევა ამ გადაწყვეტილებაში ნამდვილად სდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ეს დააზარალებს იმ მესაკუთრეთა ინტერესებს, რომელთაც ან ტყუილა ედავებიან, რომ არ არიან მესაკუთრეები ან კიდე, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი საკუთრების უფლება შეილახა. შესაბამისად, ჩვენ მზადა ვართ ერთის მხრივ დაველოდოთ და ხელი არ შეუშალოთ და პირიქით ხელი შევუწყოთ თუ კი რაიმე სახით პარლამენტს შეუძლია, მე არ წარმომიდგენია როგორ, მაგრამ შევუწყოთ მუშაობას სწორედ საარბიტრაჟო სასამართლოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობისათვის და მეორეს მხრივ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც არის კანონმდებლობა, რაც არის ქვეყანაში არსებული მედია თავისუფლების გამომჯობესების თვალსაზრისით და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯები, ეს ნაბიჯები გადავდგათ და სწორედ ის ინიციატივა, რომელიც დღეს იქნა გაჟღერებული და რომელიც ძალიან ლოგიკურად ჩნდება იმ ჩარჩოში მთელი რიგი გააზრებული მოქმედებებისა, რომელიც ხელს უწყობს სწორედ მედიის გამჭვირვალობისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფას საქართველოში, არის ძალიან ლოგიკური და დროული. კიდევ ერთი შეკითხვა ქალბატონჩიო რა კანონთან დაკავშირებით თუ არის უკვე ცნობილი, იქნება თუ არა მსგავსი რეგულაცია ამ კანონში. ანუ იქნება თუ არა შესაძლებელი, როდესაც დადგინდება ვინ არის კონკრეტული პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი ტელევიზიის, ტელეკომპანიის მფლობელებს გულისხმობ კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რომ ისინი იქნებიან ხელმისაწვდომი ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, ჩვენ შეგვეძლება გავარკვიოთ არიან თუ არა ისინი რეალურად ისეთი თანხების ან ისეთი ბიზნესის მფლობელი, რომ შეუძლიათ შეინახონ ტელეკომპანია, მედია საშუალება, ანუ თუ იქნება ასეთი რეგულაცია კანონში, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ ჩვენთვის მხოლოდ სახელი და გვარი, როგორიც არის დღეს ოფშორული რომელიმე კომპანია, დაუშვათ ეს კომპანია როგორც სახელი არსებობს, მაგრამ ჩვენ ხელი მათზე არ მეგუწება. ასევე შესაძლებელია არის საშიშროება იყოს სახელი და გვარი, რომლის უკანაც დაუშვათ იყოს პიროვნება, რომელიც ელემენტარულად ტელეფონსაც კი აქვს
პასუხობს. კი, ჩვენ ძალიან კონკრეტულად დავსახეთ და მიგვაჩნია, რომ უკვე ვიცით რა არის პრობლემა. ანუ პრობლემა არის ის კომპანიები, რომელთა რეგისტრაცია განხორციელდა ოფშორულ ზონებში და რომელთა წარმომადგენლებზე ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება და არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა, არც ჩვენ ქვეყანაში და არც საერთაშორისო, რომელიც მოგცემდა აი ამ ინფორმაციის აღების და წამოღების შესაძლებლობას ოფშორული ზონებით. კონკრეტულად რა სახეს მიიღებს კანონპროექტი, ამ ეტაპზე მე ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ სწორედ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთობლივად, ანუ დაბალანსდეს მუშაობა ერთის მხრივ სამართლებრივ საკითხებზე, იურიდიულ საკითხებზე კომიტეტის და მეორეს მხრივ ეკონომიკურ საკითხებზე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიც არის. ისე ფიქრობთ თუ არა, რომ ასეთი თქვენ პიროვნულად თუ ფიქრობთ, რომ ასეთი მოხდა საჭიროა? მე ჩემი აზრი შეგვიძლია მაგახსენებთ. სწორედ ამ ორი კომიტეტის ჩართულობა რატომ არის საჭირო და ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკურია. ერთის მხრივ უნდა დავიცვათ და საზოგადოებას მივცეთ მაქსიმალურად გამჭვირვალე და მეტი ინფორმაცია მფლობელებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ უნდა უზრუნველყოფთ, რომ საკუთრების უფლება და მედიის მფლობელობა ამ მფლობელობის შესახებ საკითხი არის გადასაწყვეტი უშუალოდ იმ პიროვნებისა, ვინც ფლობს ხო მედიას საშუალებას. ჩვენ ვერ აუკრძალავთ ვინმეს, რომ შენ მაინც და მაინც არ შეიძლება იყო მედიას საშუალების მფლობელი. შესაბამისად, ორივე ინტერესი საკუთრების ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, ვისი გადასაწყვეტი იქნება ეს პიროვნება იქნება თუ არა ხელმისაწვდომი. კი ბატონო. კანონი თუ დაარეგულებს, ამას ძალიან მე პირადად დაინტერესებული ვარ ბუნებრივია ამ საკითხებით და ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა არის ამ საკითხებში ვერ ყვევდე. გავიცანი ძალიან ბევრი ქვეყნის კანონმდებლობას ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია არც ერთი კანონმდებლობა ვერ ითვალისწინებს და არც შეიძლება რომ გაითვალისწინოს ვალდებულება მედიის მფლობელისათვის, რომ მაინცა და მაინც მოვიდეს მაგალითად მაესტროს ეთერში და გაგესაუბროთ ან კიდე რაიმე ფორმით იყოს გასაგები. ეს არის საკითხი პირადად ჯერჯერობით მე რა ქვეყნის კანონმდებლობებსაც ვიცნობ და ეს გახლავთ ევროპის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები. ანუ ჩვენ შეიძლება მივიღოთ სახელი და გვარი, რომელიც არ მოინდომებს მედიასთან კონტაქტს. ქალბატონიკა, კიდევ გითხარით, რომ მე კანონპროექტის შინაარსზე წინასწარ ვერ გასაუბრებ. არა, მის შესაძლებლობაზე გელაპარაკე. არა, გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული, ეს არის მუშაობის პროცესი, მაგრამ არც ერთი საერთაშორისო ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ საერთაშორისო საზღვარგარეთის ქვეყნის კანონმდებლობა ასეთ რეგულაციას არ ითვალისწინებს. მადლობთ. ჩვენი სტუმარი იყო ჩიორა თაქთაქიშვილი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ უკვე დავით ჯანდიერთან ერთად დავბრუნდებით ეთერში.